ეხლა მოსადის ხელმძღვანელმა უჩვეულო მხარდაჭერა გამოუცხადა სადავო პროექტს ნეგევში ბედუინური სამრეწველო ზონის შექმნას. რომან გოფმანი მიიჩნევს, რომ ბირჰატაიშის ბედუინურ სოფელსა და რამათ-ნეგევის რეგიონულ საბჭოს შორის ერთობლივი სამრეწველო ზონა შეიძლება გააძლიეროს უსაფრთხოება და შეამციროს კრიმინალური ქსელების გავლენა. გეგმა მოიცავს დაახლოებით 200,000 კვადრატული მეტრის ტერიტორიის განვითარებას. ასე რომ ყოფილი კორესპონდენტი ბალილ სადინი აქ არის სტუდიაში და ბალილ, ეს პროექტი წლებია განიხილება, მაგრამ მხოლოდ ახლა დაიწყო განხორციელება. რატომ ახლა? მოგვიყევი მეტი. კი, რატო ეხლა რომან გოფმანი ერთვება პროცესში? ეს არის კითხვა, რადგან იცი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსადის. ისრაელის სადაზვერო სააგენტოს ხელმძღვანელი რაიმე რეგიონულ საკითხებში ჩაერიოს აქ. და რა თქმა უნდა, სამრეწველო საკითხებშიც, რადგან ის რეალურად ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ დანაყოფს ისრაელის თავდაცვის ძალებში იმ რეგიონში. ასე რომ, მან იცის.